როგორ მოქმედებს ძლიერი მთვარე და სუსტი მთვარე, როგორ შეიძლება გავარჩიოთ, თქვათ ადამიანი გამოვარჩიოთ, მივხვდეთ უცებ ადამიანს ყავს ძლიერი მთვარე, თუ ყავს სუსტი მთვარე. დავიწყოთ იმით, რომ ძლიერი მთვარე მარტივად ადაპტირდება გარემოში, როდესაც ადამიანს ყავს ძლიერი მთვარე, რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეს ცხოვრებაში. არ მიიჩნევს ამ პრობლემას რაიმე სერიოზულად. ანუ ავიწყდება მალევე, მაგალითად გაიკეთა ოპერაცია, ან გაიკეთა 3-ჯერ 4-ჯერ ოპერაცია და ავიწყდება იმის, ანუ რამდენიმე დღის მერე, რამდენიმე თვის შემდეგ უკვე არ ახსოვს რა გამოიარა. ნებისმიერი სირთულეც მას ცხოვრებაში ხდება, არის უფრო ესე ვთქვათ აღქმული, უფრო რბილად. ამისგან ტრაგედიას არ ქმნის, არაფერი კატასტროფა არ გონია თუ რამე რაღაც სასწაული მოხდა. მალე ივიწყებს ამ ყველაფერს და შესაბამისად ესეთი ადამიანი ცოტა ემპათიის მხრივად ცოტა ისეთი არის, ანუ ვერ გაუგებს ისეთ ადამიანებს, ვისაც მთვარი ყავს დაზიანებული. ეხლა ჯერ ვიტყვი როგორი არის დაზიანებული მთვარის მქონე ადამიანები, ანუ ვისაც დაზიანებული მთვარე ყავს, ესეთი ადამიანი ყველა პრობლემას იღებს ძალიან ახლოს გულთან და მისთვის ბუზით სპილოს მსგავსი არის, რაღაც უზარმაზარი, ნებისმიერი პატარა ოდნავი პრობლემა, ვინმე რამე არასწორად თქვა, ვინმე იქ რაღაცა მისთვის არასწორად თქვა, განა არასწორად, ანუ თვითონ მას შეეხო რაღაცნაირად არ მოეწონა რამე, უკვე პრობლემა არის. რაღაც ელემენტარული ის არ მოსწონს, რომ აიმე არ მომწონს ეს ადამიანი, რაღაც კბილში რაღაც ქონდა, არ მომწონს ადამიანი წარბი ესე ქონდა რაღაცა. ყოველთვის იქნება რაღაც, რაც შერისგანაც შექმნის ეს ადამიანი რაღაც კატასტროფულ პრობლემას, რომ მე ვერ ვიმეგობრებ ამ ადამიანთან, რომ ცუდი ფერი, არ ვიცი. ნებისმიერი რამე შეიძლება მოიგონოს და მისთვის ანუ ნებისმიერი წვრილმანი ესეთი ადამიანისთვის არის პრობლემა. შესაბამისად, რაც არ უნდა ცხოვრება გქონდეს დალხენილი, ნებისმიერ ელემენტარულ პრობლემაზე ქმნის ძალიან დიდ პრობლემას, ემოციურ, სულიერს ესე ვთქვათ, ანუ სტრესული არის მისთვის ნებისმიერი პატარა პრობლემა. შესაბამისად, როდესაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და ერთს ყავს ძლიერი მთვარე და მეორეს ყავს სუსტი მთვარე და ეს სუსტი მთვარის მქონე რაღაცას ეუბნება, უყვება თავის პრობლემებს, ძლიერი მთვარის მქონე ადამიანი ესეთ ადამიანს ვერ გაუგებს, იმიტომ რომ ძლიერი მთვარის მქონე ადამიანისთვის სერიოზული პრობლემაც არაფერი ისეთი პრობლემა არ არის. შესაბამისად, ის ვერ შევა მის მდგომარეობაში და აი ესეთი ძლიერი მთვარე ვისაც ყავს, ხშირად ეუბნებიან ხოლმე, რომ და აი კიდე არა უშავს. მალე გადაივლის, არ მიაქციო ყურადღება, ეს რას ანერვიულოა, აი ესეთ რაღაცებს ვინც ამბობს. უკვე უნდა იცოდე, რომ ძლიერი მთვარე ყავს და აზრი არ აქვს, რაც არ უნდა მოუყვეთ თქვენი კატასტროფული მდგომარეობა, უბრალოდ ვერ მიხვდება. რაც არ უნდა ეცადოს, იმიტომ რომ თვითონ სხვანაირად აღიქვამს ამ ყველაფერს.